პირველი ქართული გოლი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში. კვარამ ჩემი სურვილი აახთინა და საუცხოო გოლი შეაგდო. დეკლან რაისის დიდებულ ჯარიმებზეც ვისაუბროთ და კატალონიელთა პრაქტიკულად განაღდებულ ნახევარფინალზეც. ეპიზოდი ცოტა დაგვიანებით იწერება. მსურდა ჟორჟის და ლიონის წარმატებაც გამეერთიანებინა, მაგრამ ეს მისია საპასუხო თამაშებისთვის გადაიღო. მოკლედ ისეთი დაპირისპირებები ვიხილეთ, ფიქრობ, პოსტფაქტუმ სასაუბრო გვაქვს. ვინ წარმოიდგენდა, რომ მეოთხედფინალების ყველაზე უღიმღამო გუნდი რეალი იქნებოდა. არსენალმა თავის მხრივ ევროპულ ტურნირებზე ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა. პირველ ტაიმში ლონდონელებს აშკარად ეტყობოდათ ნერვიულობა. თან ძირითად შემადგენლობას ტრავმიანობის გამო ბევრი ლიდერი აკონდა. არტეტას შერჩეულ 11-ულში აღმოჩნდნენ ნაკლებად გამოცდილი კივიორი, ლუის კელი და ნახევრად მომზადებული ბუკაიო საკა. ინგლისელს საკმაო ხანი გაუწია. პირველ ტაიმში ფრთხილი დაზვერვითი თამაში მიმდინარეობდა. იყო ერთი კონტროვერსიული მომენტი, როცა ასენსიომ საჯარიმოში ხელით ითამაშა. მეორე ტაიმში არტეტას გუნდმა თავისი ბრჭყალები გვაჩვენა და ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი გაანადგურა. რეალი შეხვედრის დაწყებიდანვე პასიური იყო. არანაირი პრესინგი, სუსტი კომპაქტურობა და ინერტული შეტევები. და დეკლან რაისის დროს დადგა. მინდა ბევრი ვისაუბრო ამ კაცზე. პირველი მარცხენა კუთხიდან ცოცხალ კედელს შემოატარა და აუღებელი დაარტყა. მეორე უფრო შორი დისტანციიდან ზუსტად ცხრიანში მოათავსა. მე ვერ აღწერ ისე თუ არ გინახავთ აუცილებლად სანახავი. ფეხბურთელს, რომელსაც აქამდე კარიერაში ჯარიმა არ გაეტანა, ჩემპიონთა ლიგაზე ლოს ბლანკოს ერთბაშად 2 საუცხოო სილამაზის გოლი შეუდგა. თან ეს სიგიჟე 7 წუთიან მონაკვეთში ჩაიდინა. კურტუა ორივე შემთხვევაში სტატისტის როლში მოგვევიდა. ორივე ჯარიმა ბუკაიო საკამ გამოიმუშავა, მესამე გოლი ცრუცხრიანად ტრანსფერირებულმა მიკელ მერინომ ჩაიწერა აკრებში. კომბინაციური კონტრშეტევა საკამ წამოიწყო და ესპანელმა დააგვირგვინა. მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში რეალი ერთხელაც კი არ ყოფილა გოლთან ახლოს. ანჩელოტიმ რეაგირება დააგვიანა. ცვლილებები აშკარად უფრო ადრე იყო გასაკეთებელი. მადრიდელთა სუპერსტარები ვინისიუსი, მბაპე ჩაიკარგნენ, რაც ამ სეზონში პირველად აღხდება. ინგლისელი თინეიჯერის მაილს ლუის კელის პერფორმანსი იმსახურებს კომპლიმენტებს. უძღვებოდა შეტევებს, აპრესინგებდა და აქტიურად იყო ჩართული კრეატიულ კომბინაციებში. მოკლედ, არსენალმა იდეალური შეხვედრა ჩაატარა. მენტალურად გაანადგურა გუნდი, რომელსაც ხშირად ჩემპიონთა ლიგას უწოდებენ. ხო, რაც არ უნდა იყოს, რეალის ჩამოწერა აქ არ შეიძლება და ფიქრობ, საშინაო კედლებში გასამართი საპასუხო შეხვედრა ბევრ ინტრიგას ინახავს. სწორედ ამაზე ვიდეოს ბოლოსკენ ვისაუბრებ. ინტერის გამარჯვება იყო ტაქტიკური მასტერკლასი. ინძაგის გუნდი ბაიერნისგან მარტივად პროგნოზირებად პერსონალურ პრესინგს მზად დაუყო. მილანელები მშვიდები იყვნენ, აკონტროლებდნენ თამაშის სადავეებს და მარტივად შეუზღუდეს სივრცეები ბაიერნს. საგულისხმოა, რომ გერმანელებს ძირითადი შემადგენლობის 7 ფეხბურთელი აკლდათ და მათ შორის ჯამალ მუსიალა. ადამიანი, ვინც სტანდარტულად რეკორდმაისტერის პოზიციურ შეტევებს განაპირობებს. კომპანიამ მისი ჩანაცვლება რაფა გერეიროთის სცადა, რაც პორტუგალიელს ვერ გამოუვიდა. ინტერის ტოპ ტანდემმა ლაუტარო და მარკუს ტურამის სახით გამოიყენეს ზომერის შორეული პასი და დიდებული სწრაფი კონტრშეტევა არგენტინელმა ტრიველათი დაასრულა. ბაიერნს პოზიციურ შეტევები პრაქტიკულად არ გამოსდიოდა. მატჩის ბოლო 30 წუთში იგდეს უპირატესობა და აქტიურად მიაწვდნენ. ბავარიამ მხოლოდ 1 გოლის გატანა მოახერხა. გოლი მიულერის აქტივშია. ინტერის მარჯვენა ფლანგზე არსებული არეულობით ისარგებლა. XG-საც თუ გადავხედავთ, რეკორდმაისტერის თითქმის 3 გოლი იწინასწარ მეტყველებოდა. მაგრამ ნერაძურის დაცვითი მექანიზმები უმაღლეს დონეზე მუშაობდა და ზეწოლას კარგად. მათი მეორე გოლიც ბოლო წუთებზე განხორციელებულ კონტრშეტევას მოყვა. ბარელას ფენომენალური დრიბლინგის შედეგი იყო, რასაც ცვლილებაზე შემოსული ფრატეზის გოლი მოყვა. თამაშის ბოლო წუთებში მიუნხენელები აკონტროლებდნენ ტემპს, ქმნიდნენ მომენტებს, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზარში უჭირდა. კეინმა რეალური შანსები გაუშვა. მოკლედ, ინძაგიმ სწორად შეაფასა მეტოქის სიზუსტეები, მიზანმიმართულად იმუშავა მათზე და გამარჯვებაც წამოიღო გერმანია. ამ დუელს როგორც ჩასწრულ ბრძოლას ისე შეაფასა. დორტმუნდისგან მაინც სულ სხვა მოლოდინი მქონდა. ნიკო კოვაჩმა მეტოქისთვის ტაქტიკური სიურპრიზის შეთავაზება სცადა, კონტრშეტევებზე გააკეთა აქცენტი, მაგრამ არაფერი გამოვიდა. არ იყო პრესინგი, რჩებოდა სივრცეები, რომელიც ბარსელონამ მიუხედავად გადაღლილობისა იდეალურად გამოიყენა. მეხუთე მატჩია ბოლო 2 კვირაში. ფლიკმა თავისი ფილოსოფია მოქმედებაში მოიყვანა. პირველი ტაიმიდან შეუდგნენ კატალონიელების საკ. იქ რაფინიამ საუქროს ბურთერბოლაში მიიღო დანამატები გოლისა და ასისტის სახით. ბრაზილიელმა კუბარსის მოპარა გოლი. თავის მხრივ იამალის ჩვეული მაგიური მომენტებიც ვიხილეთ და ლევანდოვსკი ყოფილი გუნდი მორიგ ჯერზეც არ დაიმო. დუბლი და მენოფზე მატჩი. პოლონელის ანგარიშზე. სხვათა შორის რობერტს დორტმუნდის წინააღმდეგ უკვე 29 გოლი დაუკრავდა და მალე კიდევ ერთ შეხვედრას ჩაატარებს. რაფინია ლევანდოვსკის დუეტს ლიგის მიმდინარე სეზონში ჯამში 23 გოლი დაუკრავდა და ბომბარდირთა დავაში პირველ-მეორე პოზიციაზე იმყოფება.
ან სულ ფატიც ვიხილეთ მოედანზე, ეს კი ფლიკის ვერდიქტს გავდა, game over. ბარსას მწარი გამოცდილება აქვს უპირატესობების განიავების მხრივ, მაგრამ ამჯერად ვთვლი, რომ რესურსების დაზოგვის ხარჯზე შეუძლიათ მივიდნენ ნახევარფინალამდე და ლიდერებს დამსახურებული დასვენება ერგება. PSG მოიგო არა მხოლოდ ანგარიშში, არამედ ფსიქოლოგიურადაც. კლუბს პირველი ჩემპიონთა ლიგის ტიტულის წყური. ვილანები არ იყვნენ ცუდი, კარგად ორგანიზებული გუნდი, კარგი მწვრთნელი და სწორად შერჩეული სტრატეგიით მიყვებოდნენ შეხვედრის მცდელობას, მაგრამ PSG-ს ინდივიდუალისტებს და ელვისებურ შეტევებს რთული ეკავათ. თან პარიზელების საკმაოდ გუნდური კოლექტივი არის. მატჩის სტარტზე ერთ-ერთ მომენტში ჩავარდა PSG-ს უკანა ხაზი. მენდეშის დაკარგულ ბურთს ასტონ ვილას გოლიც მოჰყვა. მაგრამ დეზირე დუემ დიდებული შორეული გასროლით გაათანაბრა, თან ისე რომ ემილიანო მარტინესმა მხოლოდ თავის გაყოლება მოასწრო. და მერე კი ნანატრი პირველი ქართული გოლიც ვიხილეთ ლიგის მეოთხედფინალში. თან რა გოლი? ხუჩამ old school მაგია ჩართო და გადაურგვინა ბერმინგენელს. მატჩის სტარტიდანვე მეტიქეში მიუჩინეს მას მეორე, რომელიც ხშირად უხეშობდა კიბეს. საბოლოოდ გაფრთხილების შემდგომ პოლონელი ვეღარ ახერხებდა კვარასინაამდე კომპაქტურად თამაშს, რის გამოც შეიცვალა და მის ნათლად შემოსულ აქსელ დისასის რაც დაემართა ყველამ კარგად ვიხილეთ. ქართველის საოცარი პერფორმანსი Man of the Match-ის ტიტულით შეფასდა კიბეს. მატჩის მიწურულს ნუნო მენდეშმა თავის შეცდომა გამოასწრო. ერთი მოქნებით ჩამოიშორა მცველი და მეკარე და ცარიელკაში შეაგორა ბურთი. თითქოს კიდევ შენარჩუნებული ინტრიგა აქ დასამართა. ვილა კი ღირსეულად იბრძოდა, გაიტანეს ჰქონდათ მომენტებიც, მაგრამ ეს ეტაპი ამ გუნდისთვის მაქსიმუმი. ბოლოსკენ შემონახული პროგნოზების თემას მინდა შევეხო. შესაბამისად, Opta სუპერკომპიუტერებს მივაკითხე. პროგნოზები მეოთხედფინალური პირველი დაპირისპირებების შემდგომ განახლდა. Opta-ს მოდელი გუნდების ისტორიას აფასებს და მიმდინარე ფორმებზე დაყრდნობით ათასობით სიმულაციას ატარებს. მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ ბარსელონა 4-0 გაანადგურა დორტმუნდს, ჩემპიონობის მთავარი ფავორიტი მაინც არსენალია 27%. შემდეგ ბარსელონა მოყვება 25%, ხოლო PSG მესამე პოზიციაზეა 21%. ინტერის შანსები კი 19-ით ფასდება. რეალი და ბაიერნი შესამჩნევად ჩამორჩებიან შანსებით. შესაბამისად 0.9 და 3%. არ დაგვაუწყდეს მადრიდელთა არარეალური კამბექები. ფეხბურთი მოულოდნელობით ახსავსე თამაშია, ასე რომ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. აი ასე, ბოლოსკენ გავედით და შევაჯამოთ. ამ მომენტისთვის PSG და ბარსა აშკარად გამორჩეულ ფეხბურთს თამაშობენ. ჩემი სუბიექტური აზრით და ბევრით შეიძლება დამეთანხმოთ, ამ წყვილის ფინალი ლიგის სეზონის იდეალური კულმინაცია იქნება. როგორ შეაფასებთ კვარას პერფორმანსს? რამ განაპირობა რეალის განადგურება და ვინ გონიათ ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი? თუ კი მოგწონთ კონტენტი, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და შემდეგ ვიდეომდე დაგემშვიდობებით. დროებით!